მიამბე აფხაზეთზე რუბრიკის სტუმარია მცხეთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარეცხელია. მე მეუღლე აფხაზეთიდან მყავს. ამ კუთხით მე ვეხები აფხაზეთს, აფხაზეთის მიწა-წყალს და ჩემი 6 შვილით. ჩვენ თითქმის ყოველ საღამოს ოჯახში მოგზაურობთ აფხაზეთში. ბავშვებს აქვს ძალიან ბევრი შეკითხვები დედულეთზე. იქ სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა. აინტერესებთ როგორი იყო იქაური სანაპირო, როგორი იყო იქაური ეკლესია, მონასტრები. გაგიმხელთ და გეტყვით, რომ გეგმავ რუხთან ძალიან ახლოს აფხაზეთისადმი მიძღვნილი ღონისძიება გავმართო. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მწერლები, პოეტები, შეიძლება აფხაზი მწერლებიც და პოეტებიც, მომღერლები, მოცეკვავეები. მე თვითონ წარვუძღვები ამ საღამოს ჩემ შვილთან ერთად და ეს იქნება ერთგვარი კავშირი მჭიდრო მამისა და შვილისა, მამისა, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი, მაგრამ შვილისა, რომელმაც იგი ნამსხვრევებით მოპოვებული დღემდე მოაგროვა, შეინარჩუნა და არა მხოლოდ ახსოვს, არამედ ეძებს ყველა გზას, რომ მასთან საერთო გამონახოს. და მე ღრმად მწამს, რომ ომით დანგრეულს, ომით ვერ მოვიპოვებთ. და ეს ღონისძიება იქნება ერთგვარი მესიჯი აფხაზებზე, აფხაზეთისკენ, რომ ჩვენ მათ გარეშე ძალიან გვიჭირს, რომ ჩვენ ყოველთვის გვენატრება მოქვი, ბედია, ილური, ახალი, ათონი, კამანი. ეს ის სიწმინდეებია და ის ადგილებია, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ სოფლიო ჰუმანიზმზე, ჩვენ ვისაუბროთ ზოგადად დემოკრატიაზე. მე ვფიქრობ იმას, რასაც პოლიტიკა ვერ ახორციელებს აფხაზეთისთვის, აფხაზეთისკენ უნდა შეძლოს ეკლესია. უნდა შეძლოს სასულიერო პირთა ლოცვამ, ღვაწლმა და თავდადებული ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მით უფრო მე ვთვლი, რომ აფხაზეთს ყავს თანამედროვე მფარველი წმინდანი მამა ანდრია ყურაშვილის სახით. მეს ერთგვარ სტიმულს მაძლევს, რომ დავიტოვო იმედი, ჩვენ დავბრუნდეთ აფხაზეთში. მარტო აფიშები და პლაკატები გვახსოვდეს აფხაზეთი. აფხაზეთში ვერ დაგვაბრუნებს. ჩვენ იდეურად უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში. ჯერ სულიერად უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, რომ შემდეგ მოხდეს ფიზიკური საქართველოს გაერთიანება. მე მინდა ჩემი ერთი ლექსი წაგეკითხოთ აფხაზეთზე, რომელსაც ვუძღვნი მამა ანდრიას ხსოვნას, ვუძღვნი საქართველოს მიღმა დარჩენილ აფხაზებს და აფხაზეთს და მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით ყველა მათგანს ვუთხრა, რომ მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სიძლიერე მათ გარეშე. ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის, სისხლისფერ წვეთებს გაევსო მიწა. დღე იყო რაღაც ძალიან ცივი, ცრემლებად იქცა ოძირო რიწა და რძისფერ მთებზე მოწყენილიებს ჩაატარებენ სულ სხვა ხელები, ილორს მოვავლე თვალები მღვრიე და მივაბარე ზეცას ცხედრები და ვემშვიდობე ბედიის ლოდებს. კამანში სისხლი, ამაოდ ვღვარე,
ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე საკენჭობერი ქართველთა თხემი ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა და იგვიანებს სად არის გემი ან შეღება სისხლის ფრადა რიწა ან ჩატეხა ხიდი ენგურის ვინ დაადუმა მოქვის ზარები რისთვის გაყიდეს ხატი ჭედური ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები ენგურს გადაღმა გაზაფხულია თუმცა არ ყვავის დამწვარი ნუში ნამგალა მთვარეს სადარუვლია დიოსკურია ჩაუკრავს გულში ასე წამართვეს სიცოცხლის გემო დამუნჯდა ილორს დედო ზარები ისე ნუ მომკლავ უფალო ჩემო რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები